განათლების ახალ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაში განათლების მინისტრმა მიიღო მონაწილეობა. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდეს. პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს. წევრებს შორის გადანაწილდა პასუხისმგებლობები, განხილულ იქნა მოქმედი კანონმდებლობა და რეგულაციები. დაიგეგმა ჯგუფის საქმიანობის მომდევნო ეტაპიც. წევრები შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარადგინება. პრაქტიკული გამოცდილება, რომ ჩვენ მოქმედი 7 კანონი, რომელიც არეგულირებს განათლების სხვადასხვა საფეხურსა და მეცნიერებას, ფაქტიურად ყოველ საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიაზე გვჭირდება გარკვეული ცვლილებების შეტანა მასში, იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევებს უპასუხოს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონმდებლობა ხშირ გადახედვას საჭიროებს. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე და იმ რეფორმების ფონზე, რომელიც მიმდინარე არის და აქტუალური და უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეგვემუშავებინა ახალი კანონპროექტი განათლებისა და მეცნიერების შესახებ. ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული სამუშაო გვექნება და დაიდება ერთიანი კანონი, რომელიც მოაწესრიგებს განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებს და რაც ყველაზე მთავარი იქნება ხარისხზე ორიენტირებული კანონი. უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მინისტრთან და მთლიანად კომისიასთან განათლების ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ფაქტობრივად ჩვენ არ გქონია ერთად შეჯერებული მთელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უნიშნულოვანეს ხომას მოყვება უნიშნულოვანი შედეგები, რომელიც ჩვენი ქვეყანა წავა წინ.